მოგესალმებით მეგობრებო, ეს გახლავთ არხი ტაროს თარი და თქვენთვის გავაკეთებ საჯარო გაშლას. ახსენდებით ჩაფიქრებულ ადამიანს. გავაკეთოთ ორი ვარიანტი. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. პირველი ვარიანტი იქნება შეყვარებულები, მეორე ვარიანტი იქნება ნაძვისხე. კონცენტრირდით, ჩაიფიქრეთ სასურველი ვარიანტი ინტუიციურად და დავიწყოთ. მოგესალმებით პირველებო. ენატრებით, ახსენდებით ჩაფიქრებულ ადამიანს. პირველი ვარიანტი, ვინც აირჩია. ამოვიდა მამაკაცი, რომელიც არის დაოჯახებული. ან თქვენი სტაბილური პარტნიორია ეს მამაკაცი, ან ამ მამაკაცს ყავს სხვა პარტნიორიც და თქვენ ხართ მეორე ადამიანი მის ცხოვრებაში. მინდა გითხრათ, რომ ამ ადამიანში ისეთ ენერგიებს აღძრავს, რომ თქვენი მოპოვებით ეს ადამიანი თავს გრძნობს გამარჯვებულად. ახსენდებით არა, ახსოვხართ ამ ადამიანს. ეჭვიანობს ახლა და ამჟამად ეს ადამიანი თქვენზე და მას ახსოვხართ. თავის დამუმართა არკანი, ეს ადამიანი ცოტა გრძნობების უკმარისობის გამო ან რაღაც ვერ გაკეთებული არჩევანის გამო ახლა და ამჟამად თავის გზაზე მიდის. ახსენდებით ამ ადამიანს. ამ ადამიანს ახსენდებით, თუმცა ახლა და ამჟამად ეს ადამიანი დაბნეულია. შეიძლება მას არასტაბილური მდგომარეობა აქვს, ფინანსური ან ემოციური. თუმცა მას ახსოვხართ. ნახოთ კიდევ ერთი არკანით, ახსენდებით თქვენთვის ჩაფიქრებულ ადამიანს. პირველი ვარიანტი. ახსენდებით, ახსოვხართ და დაღლილია ემოციურად ეს ადამიანი უკვე. კიდევ გეტყვით, რომ ეს ადამიანი საოცრად ეჭვიანობს ახლა და ამჟამად თქვენზე. ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რაღაც სტაბილური შექმნას თქვენთან ერთად. პირველ ვარიანტს გილოცავთ. თქვენ მამაკაცს ახსოვხართ. და დაგემშვიდობებით, მადლობა პირველებო. მეორე ვარიანტი. ახსენდებით ჩაფიქრებულ ადამიანს. ახსენდებით ამ ადამიანისთვის თქვენ მთელი სამყარო ხართ. შეიძლება ეს ადამიანი შორსაა თქვენგან ახლა და ამჟამად, ან წასულია ურთიერთობიდან, ან საზღვარგარეთა და დიდი მანძილი
გაშორებთ ერთმანეთთან, თუმცა ემოციურად მას ძალიან ავსებთ. მიუხედავად მანძილისა, დიდი მანძილისა თქვენ შორის, თქვენ მას ემოციურად სისავსის შეგრძნებას აძლევთ, ის აღგიქვავთ თქვენ როგორც ოჯახს. შეიძლება მხოლოდ ინტერნეტით გაქვთ კომუნიკაცია ერთმანეთთან ახლა და ამჟამად. მას ახსენდებით. თქვენ მისთვის შეუცვლელი ქალბატონი ხართ, მინდა გითხრათ. ხომ სურს ამ ადამიანს თქვენგან შვილი. და ამის გამო ის ძალიან ღელავს. თქვენ ამ ადამიანისთვის ნამდვილად იმპერატრიცა ხართ, ყველა მხრივ შემკული, რესურსიანი ქალბატონი. და კიდევ ერთი არკანით ნახოთ მეორე ვარიანტი. ახსენდებით მამაკაცს, თქვენ ჩაფიქრებულ ადამიანს, ახსენდებით. თქვენ მისთვის ისეთი ადამიანი ხართ, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია. შეიძლება თქვენს შორის არის რაღაც პაუზა ახლა და ამჟამად კომუნიკაცია მხოლოდ ინტერნეტით არის ან შორსა. შეიძლება რაღაც რთული პერიოდი განვლეთ და ახლა ხართ იმ ეტაპზე, რომ ახლის დაწყება გსურთ. ძირფასებო ბევრი ხართ და ეს საჯარო გაშლა, ამიტომ ყველამ თქვენი აიღეთ, ახსენდებით ადამიანს. ისევ სამყარო. ერთგვარად თქვენ მისთვის მართლა მთელი სამყარო ხართ, მთელი პლანეტა. უდავოდ მას თქვენ სულ ახსოვხართ და ეძებს ის ადამიანი მოსასვლელ გზებს თქვენთან, რადგან ძალიან ცუდად გრძნობს უთქვენოთ თავს. მხოლოდ სულიერად არა, ფიზიკურობაში გადადის უთქვენობით გამოწვეული სტრესი. ახსენდებით, მას დიდი ემოციები აქვს თქვენს მიმართ და რა თქმა უნდა ახსენდებით. გილოცავთ მეორე ვარიანტი. მადლობა და დაგემშვიდობებით.